რომ დღეს დაზარალებული მერაბ ქვარაიას საკითხო უნდა მომხდარიყო და ერთგვარი პროტესტი მოყვა ამას თქვენი. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით რატომ იყავით წინააღმდეგი მისი დღის დაკითხვის? არა. პროკურატურა ყველანაირად ცდილობს ქვარაიას სრულ ჩაშვების, დასმენის და დაბეზღების საფუძველზე ჩემს მიმართ შეთითქმული ბრალდება, არაკვალიფიციური ბრალდება რაღაცნაირად გაამართლოს და წელიწადზე მეტია წელავს პროცესს და წელიწადზე მეტია ქვარაია არ მოხავთ სასამართლოზე. უნებრივია ქვარაია იმდენად არაკაცური, არა მართლმადიდებლურად, არა ქართულად, არა ადამიანურად ყველა ასპექტში ისეთი ქმედება განახორციელა ადამიანს ფაქტიურად მიშვებს ციხეში იმის გამო რომ ჩემი ღირსება დავიცავი და მას არ ვაპატიე უდიერი მომართვა რამდენიმე გზის გაფრთხილების შემდეგ მან მოიტყუა დამასმინა ჩამიშვა დამაბეზღა ცრუდ არაკაცურად პროკურატურა ცდილობს ახლა რაღაცნაირად ეს ყველაფერი გაათეთროს და გაანეიტრალოს და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად შეუთანხმებლად მაშინ როცა ხმარეები თანხდებით ძირითადად დაცვის და ბრალდების ხარე შემდგომ სხდომაზე რომელი მოწმე იქნება და რომელ სხდომაზე წარმოდგენილი ქვარაია აბსოლუტურად მესიჯებით გამოიყვანეს ამ სხდომაზე მოულოდნელად ჩვენ მაინც მოვახერხეთ და მადლობა მოსამართლის იმისთვის რომ მან დღეს ფაქტიურად მაინც გაითვალისწინა საზოგადოებრივი ინტერესი ამ ყველაფრისადმი და ხვალ ქვარაიას უშუალოდ ჩემთან მოუწევს დაპირისპირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. დღეს უნდა ქვარაია გაეყვანათ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოწმე, სხვა მოწმეებთან ერთად და ამით მიეჩუმათებინათ საზოგადოებრივი ინტერესი, რეზონანსი და ასე შემდეგ. და ფაქტიურად პროკურორი სამარცხვინოდ პროკურორი კიდე ერთხელ ვამბობ როლანდ ახალაიას პროკურორი რომელიც იცავს დღეს ქვარაიას ბატონი ჯალაღონია უმესიჯებდა ქვარაიას შეუძლიათ ესე გამოიძიონ და გამოიკვლიონ ვის უმესიჯებდა რა დროს გამოსულიყო რამდენ წუთში გამოსულიყო და ასე შემდეგ აი ესეთი სამარცხვინო რამე ხდება ესეთი ფარისეველი და ყალბი ადამიანი ყავს დღეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მაგრამ მაინც მოუწია ქვარაიას უკან გაბრუნება და ხვალ მოუწევს ქვარაიას ჩემთან დაპირისპირება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და მე ვპირდები ჟურნალისტებს და საზოგადოებას როგორ მთელი საქართველოს წინაშე როგორ ჩამოხსნი მას ნიღაბს და როგორ დავადასტურებ რომ ის არის სრულ მატყუარა ფარისევლობი და სიყალბით მცხოვრები ადამიანი და საჯარო მოხელე